გვაქვს ძალიან საინტერესო სიუჟეტი, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ გაერთიანებას, მისი სახელწოდება არის მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის. ეს გაერთიანება აგრძელებს კამპანიას მე დავრგე ხე. ამ კამპანიის მიზანია წლების განმავლობაში კომპანია RMG-ს მიერ სამთო საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორება. ამ გამოსასწორებელ სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობა არის ჩართული, განსაკუთრებით კი მოსწავლე ახალგაზრდები. ისინი აქტიურად ცდილობენ თავიანთი საქმიანობით რაღაცნაირად უკეთესობისკენ წასწრიონ ეს მიმართულება და ია აივაზაშვილი უფრო დეტალურად მოგვიყვება ამ ღონისძიების შესახებ, ნახოთ ჩვენი სიუჟეტი. მე დავრგე ხე პირველი კამპანიაა საქართველოში, რომელიც გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის ფარგლებში დაზიანებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს. ხის დარგვის და გამწვანების ღონისძიება მიზნად მცენარეული საფარის აღდგენას ისახავს. საზოგადოებრივი გაერთიანება მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის გამწვანების ღონისძიებას კომპანია RMG-ს გარემოს დაცვის დეპარტამენტთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტში მადნეულის კარიერის ფუჭი ქანების მეორე სანაყაროზე აწყობს. ჩვენი კამპანია იმით არის გამორჩეული, რომ ორიენტირებულები ვართ სამთო საქმიანობის შედეგად გარემოს ყველაზე დაზიანებული ადგილების აღდგენით სამუშაოებზე და პროცესში ადგილობრივი მოსწავლე ახალგაზრდობის განსაკუთრებულ ჩართვაზე. ჩვენი ღონისძიებები მხოლოდ ხის დარგვით არ შემოიფარგლება, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა ნარგავების მოვლაპატრონობის სრული მონიტორინგი და დღეს იმ ადგილას ჩვენ რომ გაკვირტებულ ნერგევს ხედავთ, უკვე ვგრძნობთ, რომ ეს კამპანია შედგა. ნინო დალაქიშვილი კაზრეთის პირველი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობას თანატოლებთან ერთად უკვე მეორედ იღებს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ დაბა კაზრეთის და დმანისის მუნიციპალიტეტის საშუალო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, აგრეთვე დმანისის მერიის ახალგაზრდული სათათბიროს წარმომადგენლები და თავად კომპანია RMG-ს თანამშრომლები. ძალიან საინტერესო და სახალხოც აღმოჩნდა. ასევე შანსი მოგვეცა რომ გაგვეცნო ჩვენი თანატოლები, მათთან ერთად მიგვეღო მონაწილეობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისათვის, რადგან ჩვენ ადრეული ასაკიდანვე დავიწყოთ ჩვენ საცხოვრებელ გარემოზე ზრუნვა და ძალიან დიდი ფასეულობა არის ადამიანებისთვის, როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იმ გარემოზე ზრუნვა, სადაც ჩვენ ვცხოვრობ. სანაყაროზე, რომელიც თავისი რთული ნიადაგით არის ცნობილი, სპეციალურად შერჩეული ჯიშების 265 ხე დაირგო. ღონისძიების პარალელურად ახალგაზრდებმა ფუჭი ქანების მეორე სანაყაროზე მიმდინარე სარეკულტივაციო სამუშაოებიც დაათვალიერეს, სადაც პროფესიონალებისგან არსებულ გამოწვევებზე ინფორმაციაც მიიღეს. ასევე მოინახულეს მადნეულის დიდი კარიერი და მის ისტორიას გაეცნენ. ორი აქციის ფარგლებში უკვე მონაწილე ახალგაზრდებმა 500-ზე მეტი ხე დარგეს და მნიშვნელოვანია ტერიტორიიდან გამომდინარე, ვინაიდან ეს არის სანაყაროების რეკულტივაციისთვის გათვალისწინებული ტერიტორიები, რომელიც ძალიან რთულად გასახარია და ბიოლოგიური რეკულტივაცია ამ ნაწილში ძალიან რთულია ჩაატარო და მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალგაზრდების, ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით მომხდარიყო ზუსტად ეს ღონისძიების განხორციელება. კამპანია მე დავრგე ხე ოქტომბერში გაგრძელდება, ვინაიდან სპეციალისტების თქმით, გაზაფხული და შემოდგომა ხის დარგვის რეკომენდირებულ პერიოდს ესადაგება. კამპანიამ სტარტი 2024 წლის 22 ოქტომბერს ხის დარგვის საერთაშორისო დღეს აიღო და პირველი ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტში აბულმუგის საბადოს ფუჭი ქანების სანაყაროს ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც ადგილობრივ მოსწავლეებთან ერთად 300 სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო.